ეხლა ორი სიტყვით შევეხოთ რუსთაველის გამზეზე მიმდინარე რეაბილიტაციის ამბავს, გაყალბებული ისტორიის ამბავში რა ხდება. იხილავდით ვიდეოებს, ესო სარდაფი არისო და ქვედა ქალაქის ქვედა ნაწილი და ასე შემდეგ. მოდი ვილაპარაკოთ პირდაპირ, ვინ რას ამბობს და ოფიციალურ ისტორიაში რა წერი არ გვაინტერესებს, მე გეტყვით ეხლა აქ რა ხდება. ეს ახლა ვიდეოებიდან ავიღე სკრინები. ეს არის რუსთაველის გამზერი, იქ თავისუფლება რუსთაველის გამზერი და მოგეთ რა ქუჩებიც არის და როგორც არის რა. ეს არის ზედა ნაწილი, ანუ ქალაქის ზედა ნაწილი, ანუ მაღალი ნაწილია რა. რელიეფი არის, რელიეფი, მაღალი რელიეფია რა. ახლა რა შუაში არის მაღალი რელიეფი. ანუ ოფიციალურ ისტორიას თავისი, ასე ვთქვათ, ქრონომეტრაჟი აქვს რა და მიმდინარეობა აქვს და აქ ახლა უნდა ვიცოდეთ ერთი რამე, რომ აი მოკლედ მეტეხის ხიდთან და აი ლესელიძე და ეგ ძველი თბილისი, რეალურად ძველი თბილისი რაც არის, იქ იყო სხვა ტიპის ცივილიზაციური ჩატვირთვა, ანუ იქ სხვა ცივილიზაციური ჩატვირთვა იყო ადრე. აი ეს ახლა რასაც უყურებთ, აი აქ, აი ეს არის ჩვენს წინა ცივილიზაციური ჩატვირთვა. აი ილია ჭავჭავაძეს როა გადაღებული ფოტო იქ რუსთაველზე და მოგეთ ძველი ფოტოები რაც არის გადაღებული, ესე იგი, როდის არის მე-19 საუკუნის ბოლოს რომ არის გადაღებული, აი ამ შენობებზე არის მაგ დროს უკვე დაშენებული, ან კიდე მაგ დროს იწყება დაშენება ახალი ქალაქის. ანუ ეს არის ძველი ქალაქის, მცირე ნაწილი იქნებოდა, დიდი არ იქნებოდა, მაგრამ ძველი ქალაქის ნაშთებია ეს რა. ეს არის ძველი ქალაქის ნაშთები, ანუ წინა ცივილიზაციური, აი ხა ხო ვართ ჩვენ მე-19 საუკუნეში, მე-18 საუკუნის ბოლოდან ჩატვირთულები, აი მაგის წინა ცივილიზაცია, ოღონდ ეს ეხება მარტო თბილისის კი არა, მსოფლიოს მასშტაბით წინა ცივილიზაციური ჩატვირთვები, იმიტომ რომ ანალოგიური არის სხვა ქალაქებშიც. ნუ მოსკოვზე აღარ ვლაპარაკობ, მოსკოვის ზევით რაც არის, ერთი იმდენი ქვევით არის. აქ ახლა თქვენ უბრალოდ დეტალებში რო ვერ ერკვევით და საქართველოში გაყალბებული ისტორიაში საქართველოში თითქმის არ ვიცი მე ვინმე თუ ერკვევა, მე არ ვიცი, თუ ვინმე ერკვევა მითხარით, მე არ ვიცნობ ეგეთ ადამიანს, ანუ ვიდეოებიდან და ბლოგებიდან, ანუ დეტალიზაციაში თქვენ არ იცით, ვინც თუ ვინმე მიცით ჩემზე უკეთესად, ხელები ამიწევია, პრობლემა არ მაქვს. არ შემშურდება პირიქით. უბრალოდ დეტალიზაციაში ჩვეულებრივი მოქალაქეები ვერ ერკვევიან ამ ყველაფერში. აქ რა დეტალიზაციაში რა არის მნიშვნელოვანი? აქ არის საუბარი მილიონობით აგურზე, რომლის წარმოებაც იმ პერიოდში შეუძლებელი იქნებოდა თუ ოფიციალურ ისტორიის ტექნოლოგიურ განვითარებას გავყვებით, ფიზიკურად ამდენ აგურს ვერავინ ვერ გამოწვავდა და რა და როგორ დეტალებში ახლა ამის დრო არ არის. მოგეთ, ამდენ მილიონ აგურს ვერც აქ, ვერც სხვა ქალაქებში ვერავინ ვერ გამოწვავდა ფიზიკურად იმ დროს რა. ეს ოფიციალურად მე-19 საუკუნე გინდა იყოს და გინდა, მოგეთ, ეხლა ჩვენ გვაინტერესებს რა, ეს შენობა ნაგებობები არის წინა ცივილიზაციური ჩატვირთვის. ზუსტად ჯერ თარიღები არ ვიცი. შეიძლება მომავალში დაახლოებით ვიცოდე. ანუ დაახლოებით რო ვთქვათ, აი ესე ვთქვათ, თერგდალეულების, ჩვენი მგოსნების ახალგაზრდობის პერიოდში დაიწყო ამ შენობა ნაგებობებზე ზევიდან ახალი თბილისის დაშენება და ეს დაიწყო სადღაც მე-19 საუკუნის შუა რიცხვებში და მე აი საბჭოთა კავშირის დროს გაგრძელდა. ანუ ეს არის ან მე-18 საუკუნის ბოლოს აშენებული, ან ან მე-18 საუკუნის ბოლოს, ან მე-18 საუკუნის დასაწყისში. მოგეთ, მაგას მნიშვნელობა ამ ეტაპზე არ აქვს. მთავარი არის რომ ეს არის წინა ცივილიზაციული ჩატვირთვის ნაშთები რა. აი ეს ყველაფერი ხა ეს მილები და გაყვანილობა, რასაც ხა მერია აკეთებს, ძალიან საჭირო პროექტი იყო, იმიტომ რომ ხა ამაზე რო იტყვი რომ სარეაბილიტაციო რა ქონდაო, თუ რუსთაველის გამზირსო და მარტო ასფალტზე რო იყურები, ეგრე არ არის, ნუ ადამიანს იქ ვერ აზროვნებს, ხო? აი შეხედეთ რა მდგომარეობაში, ეს რო არ გამოეცვალათ, მე ჩავარდებოდა მიწა და აი მერია სად იყო, მე იმას იტყოდნენ. ეხა იქ რას ვხედავთ? ეს, ნუ ეხა ახალ იმას აყენებენ გაყვანილობას, მაგრამ აი ეს ჟანგიანი ძველი რაღაცა რკინები, ეს არის 90-იან წლებში, 50-იან წლებში. ეს არის მე-20 საუკუნეში გაკეთებული, ანუ ეს მე-20 საუკუნეში გაკეთებული გაყვანილობა არის. და ძალიან საინტერესოა ეს კანალიზაციები სინამდვილეში სად მიდიან. წესით დარიგით მიდიან მიწის ქვეშეთში რა. აი ახალი გაყვანილობა გადის და ანუ ეს არის მე-20, აი 80-იან, 90-იან წლებში გაკეთებული, ზოგი 60-იან წლებში. ეს არის მე-20 საუკუნეში გაყვანილი გაყვანილობა. ამის ქვეშ არის ძველი ქალაქი, ანუ წინა ცივილიზაციური ჩატვირთვის დროინდელი ქალაქი. ანუ რისი თქმა მინდა, ის ქალაქი იყო ბევრად დაბლა. მერე რაღაცა ნაწილი მოანგრიეს, რაღაც ნაშთები დატოვეს,
მიწა მიაყარეს და ნაწილს ზევიდან დააშენეს. იმიტომ აი ზუსტად ამიტომ არის აი აქ სართულები და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეს არის ფანჯრები, კიბეები, გასასვლელი, ანუ ეს არის ქალაქში გასასვლელი სივრცეები, ხვდებით? დანჩენს ახლა ვიდეოში სხვაგანაც ნახავთ ხა მილიონს ქრეს ვერ იმას ვზავდი. ხვდებით რაზე საუბარი? აი ქალაქში გასასვლელები, აი კიბეებს და იმას რასაც ხედავთ, აი იქ იყო. ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ იმიტომ რომ ოფიციალური ისტორიის მოდელიდან გამომდინარე მსჯელობენ ადამიანები, მაგრამ ესე არ არის. აი ეს დაახლოებით, აი მე როდის იყო ესე იგი მე-18 საუკუნის ბოლოს ერეკლე მეორე როდის იყო? მე-18 საუკუნის ბოლოს ხო იყო? აი ერეკლე მეორე რო იყო მე-18 საუკუნის ბოლოს, შეიძლება მაგ პერიოდში არის აშენებული, ან შეიძლება მანამდე. ოღონდ ეს ყველაფერი როგორ მოხდა, რომ სიტყვაზე ერეკლე მეორეს დროინდელი ეპოქის მოვლენები თან მიდიოდა და თან ცივილიზაციური ჩატვირთვა ან გარკვეული შენობა ნაგებობების აშენება როგორ ხდებოდა, იზოლაცია ხდებოდა, იქ რაღაცა გარედან შემოსაზღვრული იყო და ცალკე ქალაქი შენდებოდა თუ როგორ კეთდებოდა, ჯერ ეს არ ვიცი. მაგრამ მომავალში წესით და რიგით მეცოდინება რა. მოკლედ ეს შეიძლება მე-17 საუკუნეში იყოს აშენებული, შეიძლება მე-18 საუკუნეში. ანუ კონკრეტულად ეს საუკუნეების ზუსტად დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი აქ რომ ეს არის ჩვენს წინა ცივილიზაციური, ოღონდ აქ ვსაუბრობთ არა მარტო თბილისზე, ეს ეხება ევროპის მაშინდელ ქალაქს. აი აქ რაც არის ნაშთები, აი ევროპაში და ამერიკაშიც ასევე რომ დაანგრიეს, დაბომბვის შედეგად რომ დაშალეს ქალაქები და იქ ვითომ ხანძარი რომ მოხდა ევროპაში და რაღაცას გვისაუბრია ბევრი ამაზე, აი ზუსტად ეს თემებია რა. იქ რო დაინგრა, აი მაშინდელი ევროპაში რო დიდი ქალაქები რო იყო, წინა ცივილიზაციური, აი ის ქალაქები და აი ეს შენობა ნაგებობების ნაშთები არის ერთი პერიოდის, ანუ წინა ცივილიზაციის. ეხლა ამ წინა ცივილიზაციაში რა ხდებოდა ზუსტად ჩვენ დეტალებში არ ვიცით. ნუ ეს ტარტარიული იმპერიის რაღაცა მოდელი, ხა ეს ტარტარია აზიაში იყო, იქ იყო, აქ იყო, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თუ მთლიანად ეს მოდელი მუშაობდა უკაბელო ელექტროენერგია და ასე შემდგომ, ნუ უნდა ყოფილიყო წესით და რიგით, მაგრამ ფაქტია რომ ეს აი ეს მოკლედ ყველაფერი იყო წინა ცივილიზაციაში რა და მაშინ ტექნოლოგიები თითქმის იგივე იყო, ან კიდე უფრო უკეთესი ვიდრე დღეს არის რა. ხო და ამიტომ აი როგორც ახლა სიტყვაზე რეაბილიტაცია ჩაუტარებენ რუსთაველზე და მე 50 და 70 წლის მერე არავინ დაიჯერებს რომ აქ ესე და ესე იყო და ძველი ქალაქი ესეთი იყო. ეგრე არის ესეც რა ეს ამბავი რა. მოგეთ ცოტა შეიძლება გაუგებარია, მაგრამ ნელ-ნელა გავიგებთ რა.